დღეს პარლამენტში ყურადღების ცენტრში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძე არ აღმოჩნდა იმ 7 მინისტრს შორის, რომელთა შეცვლაც ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტა, მაგრამ სწრაფად მზარდ მინისტრს, როგორც ის ცოტა ხნის წინ პრემიერმა დაახასიათა, დეპუტატების ნდობის მოპოვება კიდევ ერთხელ მოუწევს. თუმცა ჭიკაიძეს პასუხებმა საზოგადოება დღეს დაეჭვა. საკმარისად სწრაფად იზრდება თუ არა 29 წლის მინისტრი. დღეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული თხევადი ჰეროინი გაიხსენა და განუმარტა დეპუტატებს, რომ შემოსავალს აქედან ერთი პიროვნება თალიბანი იღებდა. თალიბანი ან თალიბანის მოძრაობა, ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის თალიბანის შესახებ ოფიციალური განმარტება, თუმცა უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ თალიბანის შესახებ დღეს განსხვავებული ვერსია მოვისმინეთ. ეს არის ავღანური წარმოშობის ნარკოტიკი, რომელიც მეკუთვნებოდა თალიბანს, ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდე ხდებოდა ამ თალიბანის ამ პიროვნების დაახლოებით 400 მილიონი დოლარს. აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს თალიბანის განმარტება თავისებურად ესმის. ტერორისტული ორგანიზაცია უცნაურ კონტექსტში მან საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქართველი სამართალდამცველების მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკების ამოღების შესახებ საუბრისას ახსენა. რომელიც ამოღებული იქნა 2 ტონა 790 თხევადი ნარკოტიკული საშუალება გერაინი, რომელიც ევროპის დაინტერესდი მოიკლია ევროპაში არ ამოღებულა იქით. დეპუტატებს ალექსანდრე ჭიკაიძემ სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში ჩააბარა და ქვეყანაში კრიმინალიზმ მდგომარეობად საკუთარი კრიტერიუმით შეაფასა. მინდა სულ პასუხისმგებლობით მოგახსოვდო, კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, ეხლა ამ 6 თვის განმავლობაში. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლექსო ჭიკაიძეს სხვადასხვა ტერმინთან დაკავშირებით საინტერესო და დასამახსოვრებელი განმარტებები აქვს. ფინანსარჩევ მორატორიუმი თუ გრძელდება, ანუ ამაზე არა ყველა აცხადებს, რომ გრძელდება. არ ვიცი, მაგაში მაგნეტი არ ვერუკო. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის მე-14 საჯარო სკოლა ნამდვილად დაამთავრა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობას მის სასკოლო მოსწრებაზე ცუდი წარმოდგენა აქვს. შარშან პარლამენტში ყოფნისას მას ოროსანი უწოდეს. თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გასცეთ პასუხი, პასუხის გაუცემლობაც პასუხია. ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია. სკოლა ოროსნობა ქვია ამას, როდესაც პასუხს არ ცემენ დასმულ კითხვას. დიდი მადლობა. ალექსანდრე ჭიკაიძე ოროსანივით არჩევნების დღესაც მოიქცა, როცა 42 საარჩევნო უბანზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. ხმის მიცემა მინისტრმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოუტანეს. საგანგაშო არაფერი არ მომხდარა. მოვიდა წარმომადგენელი, მართვის მოწმობით თუ შეუძლიაო პირადობის მიღება მონაწილეობა არჩევნებში, უთხარი თუ არ შეიძლება მართვის მოწმობით პირადობის მოწმობა ან საზღვარგარეთის პასუხი. გავინდა, მოვიდა საზღვარგარეთის პასუხი, მიიღო მონაწილეობა, წავიდა. თავისუფლ ჩვეულებრივად, როგორც ყველა მოქანდაკე ეს. თუმცა ეს მოსაზრებები თავად ჭიკაიძეს ალბათ ნაკლებად აინტერესებს, რადგან მისი უშუალო ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრის ზრდის ტემპებით კმაყოფილია. ლექსო მართლაც 20 საათის განმავლობაში მუშაობს და თქვენ მას არ იცნობთ ჯერ კიდევ კარგად დამერწმუნეთ და საზოგადოება არ იცნობს მას და მის პოტენციალს ჯერ კიდევ ისე აფასებენ. მას აქვს დიდი რესურსი, მიმაჩნია ის ძალიან სწრაფად იზრდება და მიმაჩნია რომ ის არის და იქნება უფრო ეფექტური მინისტრი და არის უკვე ეფექტური